შენობებში თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი მკაცრდება აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს, რომელიც სპეციალური კომისიის შექმნასაც გეგმავს. დადგენილია, რომ საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 11,000 ადამიანი იღუპება. აქედან თითქმის მესამედი პასიური მოწევის მსხვერპლია. თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა. თამბაქოს პირდაპირი კავშირი ონკოლოგიურ დაავადებებთან უკვე დადგენილია. საქართველოში ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადებების 7,000 ახალ დიაგნოზს ვამენ. ბევრი იძახის 100 წელიწადია ვეწევი და კიბო არ გამიჩნდა, მაგრამ ცდარი აზრია. მე სხვანაირად ვიტყვი, რომ 100 შემთხვევიდან კიბოსი 99 მწერელს უჩნდება კიბო. ან მწეველია, ან პასიური მწეველია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი თამბაქოს მოხმარების რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. საქართველომ აღნიშნული ვალდებულება 2006 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო კონვენციის რატიფიცირებით აიღო. სანქციები განისაზღვრება უშუალოდ უწყებათა შორისი კომისიის მონაწილეობით, რომელშიც გაერთიანდებიან როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს განათლების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. თამბაქოს მწარმოებლები კომისიის მუშაობაში მონაწილეობას ითხოვენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ თუკი მთავრობა უკეთეს რეგულაციებს ემხრობ და უკეთეს რეგულაციას აპირებს ინდუსტრიის, ეს რა თქმა უნდა უკეთესია ჩვენთვისაც. თამბაქოს მწარმოებლების კომისიაში მონაწილეობის წინააღმდეგი არასამთავრობო ორგანიზაცია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე. თამბაქოს მწარმოებლების ჩართვას გამორიცხავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე ჯაშიც. წინამთავრობის დროს აბსოლუტურად პირდაპირი კავშირები იყო ინდუსტრიის მხრიდან ჩინოვნიკებისადმი. ჩვენ ვიცით პერსონალიებიც, ჩვენ ვებსაიტზეც ჰქონდა გამოკიდებული წლების განმავლობაში და გაზეთებშიც იყო ამის შესახებ ინფორმაცია, ვინ ლობირებდა სიკვდილს საქართველოში. საერთაშორისო რეკომენდაციებით თამბაქოს მწარმოებლების, ანუ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ ჩართული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ბიზნესზე ზეწოლის და კორუფციული გარიგებებისთვის ახალი რეგულაციების გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. დღეს სახელმწიფო არის იმდენად ძლიერი, რომ მე ვფიქრობ, რომ ადმინისტრირების მექანიზმები იქნება ძალიან მკაცრი ამ თვალსაზრისით და ამის საშიშროება არ უნდა იყოს. დღეისათვის მსოფლიო სტატისტიკა გასულ წლებთან შედარებით უფრო შემზარავია. 2012 წლის მონაცემებით მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებისგან დაღუპულთა რაოდენობამ 7 მილიონს მიაღწია.